საღამოშვიდობის 17 მარტს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. TBC კაპიტალის შეფასებით, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა 2026 წელი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირების მოლოდინია ბაზრის მონაწილეების შეფასებით. სემექს ელექტროენერგიაზე დადგენილი დროებითი ტარიფის გაზრდა მოუწევს, რასაც ორი მთავარი მიზეზი აქვს: ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა და შესაძლებელი ელექტროენერგიის გაძვირება. სოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი კიდევ 10-20 თეთრით არის გაზრდილი, დიზელის ზრდა 5-32 თეთრის დიაპაზონშია. 6 წლამდე ავტომობილების გამბაჟებაც ძვირდება. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, გამბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისათვის კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისათვის კი გამბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება. ავტოიმპორტიორები მთავრობას ავტომობილზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით პეტიციით მიმართავენ. ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმოწერები შეიტანა. სექტორს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს. სოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი კიდევ 10-20 თეთრით, დიზელის კი 5-დან 22 თეთრამდეა გაზრდილი. კალფის ქსელში საწვავის ღირებულება 9 მარტის შემდეგ 12 მარტს და 17 მარტს შეიცვალა. ჯამში 1 კვირიან ჭრილში გაძვირება 20-22 თეთრია. ვისოლის ბენზინგასამართსადგურებზე ქსელში საწვავის ფასი ბოლოს 10 მარტს არის შეცვლილი. ფასების არქივის მიხედვით ბოლო 1 კვირის ჭრილში საწვავის სხვადასხვა ტიპის მიხედვით 15-25 თეთრით არის გაძვირებული. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას, 17 მარტის დილის ვაჭრობაზე ბრენტის ფასი $104-თან იყო, WTI-ის ღირებულება 97 ფარგლებშია. ეს დღეურ ჭრილში ფასის დაახლოებით 4%-იანი ზრდა. 6 წლამდე ავტომობილების გამბაჟებაც ძვირდება. ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების წევრებმა დაარეგისტრირეს. გამბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისათვის კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლიტრით განისაზღვრება. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისათვის კი გამბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება, რაც გასული კვირის ხუთშაბათს კანონპროექტის დაანონსებისას გახდა ცნობილი, თუმცა ახლა უშუალოდ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ აქციზის მატება 6 წლამდე ავტომობილებსაც ეხება. უფრო დეტალურად რომ შევხედოთ, აქციზის განაკვეთები ასე ნაწილდება: 1 წლამდე 1 წლის და 2 წლის ავტომობილების შემთხვევაში ცვლილება არ არის. 3 წლის ავტომობილებისათვის დღეს ლარი და 40 თეთრია და ის გახდება 1.5 ლარი, დაახლოებით 7%-იანი ფასის მატება. 4 წლის ავტომობილებისათვის ლარი და 20 თეთრი არის მოქმედი და 1.5 ლარი გახდება, მატება 25%-იანია. 5 წლის ავტომობილებისათვის 1 ლარი არის ღირებულება და 1.5 ლარი იქნება, მატება 50%-იანია ამ შემთხვევაში. 6 წლის ავტომობილებისათვის მოქმედი არის 80 თეთრიანი ტარიფი და 1.5 ლარი იქნება, ამ შემთხვევაში ზრდა 88%-ია. 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილებისათვის კი გადასახადი ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარია განსაზღვრული. შესაბამისად, თუ ამჟამად 6 წლის 2.5 ლიტრის ძრავის მქონე ავტომობილის გამბაჟების აქციზის გადასახადი არის 2000 ლარი, ის 3750 ლარი გახდება. ამავე დროს კანონპროექტის მიხედვით 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილებისათვის ძალაში რჩება 60%-ით შემცირებული აქციზის განაკვეთი. განმარტებით ბარათს არ ახლავს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენი მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალი დააკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2025 წელს ავტომობილების გამბაჟების აქციზიდან ბიუჯეტში 329 მილიონი ლარი შევიდა. განმარტებითი ბარათის თანახმად 2025 წლების იმპორტისა და დარიცხული აქციზის მონაცემებზე დაყრდნობით 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებს
ავტომობილებზე ერთიანი აქციზის განაკვეთის ძრავის მოცულობა 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა და იწვევს ამ სეგმენტში ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ამავე დროს 6 და მეტი ასაკის ავტომობილზე აქციზის განაკვეთის ზრდა სავარაუდოდ შეამცირებს ამ სეგმენტში იმპორტის რაოდენობას. იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორთა დაახლოებით 60% გადაერთვება შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტზე, არის მოლოდინი, რომ დაბალანსდება ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შემცირებით გამოწვეული შემოსავლების კლება. წერია განმარტებით ბარათში. ავტოიმპორტიორები მთავრობას ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით პეტიციით მიმართავენ. ავტოიმპორტიორთა ასოციაცია მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმოწერები შეიტანა. სექტორს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს: გადაიხედოს 6 წლიანი ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდოს 10 წლამდე. 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისათვის კი აქციზის გადასახადი განისაზღვროს ლარ-ნახევარის ოდენობით ძრავის კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისათვის 4 ლარ-ნახევრით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნება შესაძლებლობა არგუმენტირებული დიალოგი წარმართონ. იმ მოცემულობაში, სადაც ვართ ამ მომენტში, რომ ერთ კვირაში მივიღებთ ასეთ, მოდი ასე ვთქვათ, არასწორ, რბილად რო ვთქვათ, არასწორ კანონს, ამიტომ წავედით შევხვედრ ნაბიჯზე და ვეუბნებით, რომ როგორც არის 6 წლამდე ავტომობილები, რომელიც გააძვირეს, ვთხოვთ, რომ გაიზარდოს 10 წლამდე და 10 წლის შემდგომ თქვათ იყოს 4 ლარ-ნახევარი. ვაპროტესტებთ არა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ბიზნესისთვის მიუღებელია, მარტო თავისთავად მიუღებელია. რამეთ იმიტომ, რომ ეს მოქალაქეებისთვისაც დიდი ნაწილისთვის მოქალაქეების, როგორც გითხარით, 90%-ისთვის მიუღებელია. დაახლოებით კომპანიების 30-40% სამუშაობას შეწყვეტს, 50-60% მინიმუმ დილერების უმუშევარი დარჩება და სადღაც ჩვენი გათვლებით ეს ციფრები თუ ზუსტია და ვფიქრობ, რომ ზუსტია, ჩვენი ბრუნვა 6 მილიარდიდან შემცირდება, 6 მილიარდიდან შემცირდება სადღაც 2.6 მილიარდი დოლარით. რაც ასევე ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირების მოლოდინია. ბაზრის მონაწილეები სემექს ელექტროენერგიაზე დადგენილი დროებითი ტარიფის გაზრდას ელოდებიან, რასაც ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს: ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, მასშტაბური ინვესტიციების აუცილებლობა ამ ნაწილში და შესაძლებელი ელექტროენერგიის გაძვირება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ტარიფის დაზუსტებას ამ თვის ბოლოს გეგმავს, თუმცა გაიზრდება თუ არა ტარიფი, ეს ჯერჯერობით უცნობია. რა გადაწყვეტილებას ელოდება ბიზნესი მარეგულირებელი კომისიისგან ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფთან დაკავშირებით? ანუკა ჯოხაძე არკვევდა. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია, სემეკი დროებით დადგენილი ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს მიიღებს. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული პარამეტრების დაზუსტება მიმდინარეობს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე აისახება. მარეგულირებელმა უწყება ამიცით, რომ გასული წლის დეკემბერში დაადგინა ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფი, ვინაიდან ცალკეული პარამეტრები იყო დასაზუსტებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ პარამეტრების დაზუსტება, როგორც კი დაზუსტდება, მიმდინარეობს თვის ბოლოსკენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კონკრეტულად თუ რა მოუვა ტარიფს და რამდენად იქნება ზრდა, ამაზე დღეს გამიჭირდება პასუხისგაცემა, ვინაიდან შესაბამის ანალიტიკური სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც 3 წელია უცვლელია, ჯერ უცნობია. ის რაზეც ღიად სემექში არ საუბრობენ, ბაზრის მონაწილეებისთვის განსახილველი თემაა. მათი შეფასებით ტარიფის ზრდის ყველა წინაპირობა არსებობს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ტარიფის ზრდის მთავარი მიზეზი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა. მისი თქმით, სექტორი მნიშვნელოვან კაპიტალ დაბანდებას საჭიროებს, რაც ტარიფში უნდა ისახოს. მე მიმაჩნია, რომ ტარიფი შესაბამისად უნდა გაიზარდოს, იმიტომ რომ უამრავ კვანჩი დღესაც არის პრობლემები, რომ ენერგიის გამოტანის პრობლემა არის, 40-50 წლის ტრანსფორმატორების პრობლემაა, რომელიც განსაახლებელია. აქედან გამომდინარე, მესმის, რომ ეს საკმაოდ მძიმეა, მაგრამ უზარმაზარი კაპიტალ დაბანდებებია დარგში საჭირო. არ არის სასიამოვნო, მაგრამ ტარიფის გაზდა, როგორც სემექს ჰქონდა, ეს ობიექტური რეალობაა და ტარიფი ალბათ გაიზრდება.
თუ სემეკი ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სექტორში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ავარიული გათიშვები მოიმატებს. ასეთია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზი. მაია მელიქიძის თქმით, თუ გამანაწილებელი ქსელის განახლება არ დაიწყო, აზრს დამატებითი გენერაციის ობიექტების აშენებაც დაკარგავს. შევქმნით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს და საბოლოო ჯამში არ გვექნება გატარების შესაძლებლობა. იმიტომ რომ საქართველოს ძალიან დიდ ნაწილში არის მოძველებული უკვე ქსელები და გაცვეთილი არაერთ გზის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სემეკი ძალიან სწორად ხედავს ამ რეალობას და არის ობიექტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი იმ ინვესტიციებთან მიმართებაში, რომლის განხორციელების სასიცოცხლოდ და კრიტიკულად და არსებითად მნიშვნელობა უდგას დღეს ენერგეტიკას. ამიტომ ველით ჩვენ რომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს ტარიფი. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძეც. მისი თქმით, გარდა ინფრასტრუქტურის ჩანაცვლებისა, ტარიფის ზრდის წინაპირობას შესასყიდი ელექტროენერგიის ფასებიც ქმნის, რომელიც იმპორტის პარალელურად გაზრდილია. მხოლოდ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტში წლიურად 157%-ით მეტი გადავიხადეთ. გაძვირების მთავარი მიზეზი თურქეთის ბაზარია, რომელიც საქართველოსთვის ამ დრომდე საექსპორტო ბაზარი იყო, თუმცა ბოლო 3 თვეა თურქეთისგან ელექტროენერგიას ვყიდულობთ. მხოლოდ მიმდინარე თვეში ამ ბაზარზე 20 მილიონი კილოვატ-საათზე მეტი ელექტროენერგია შევისყიდეთ. თუ ბაზარზე ფასი გაიზარდა, რასაც ვერ იკმაყოფილებენ მარეგულირებელი სადგურებით, მაშინ უნდა შეივსოს ბაზრის ფასი და ბაზარზე ფასი გაზრდილია იმპორტის წილის ზრდის გამო და ჩვენ ნახეთ, რომ წელს კოლოსალურად გაზრდილია იმპორტი და მეორე კომპონენტი არის ეს ინფრასტრუქტურის ნაწილი და საინვესტიციო ნაწილი ამ კომპანიების. თუნდაც პირველის გამო მოუწევს ზრდა, თუმცა მეორესაც ერთად თუ მოხდება და ბარაღამ ერთიანად გავსდით, იქნება კარგი. უბრალოდ ჩვენ 3 წლის წინ როცა ფასი 3 თეთრით შევამცირეთ, ალბათ არ გავითვალისწინეთ, რომ ის რომ ხوارჯობდა რომ 3 თეთრით დაგვემატებინა და 3 წელი ამ კომპანიებს ქონოდათ შესაძლებლობა ინვესტიციისთვის. ეს ზრდა ესეთი მტკივნეული ცხადი არ იქნებოდა. ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა. დღემდე 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი 15 თეთრია. 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის 19 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეც ვინც მოიხმარს ტარიფი 23.5 თეთრია. მარეგულირებელ კომისიას ტარიფი 2026 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა, რომ ელექტროენერგია გაძვრდებოდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით ხსნიდა. მოგვიანებით კი კომისიამ მოქმედი ტარიფების 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. გაზრდის თუ არა მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფს ეს მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. რიტეილ სექტორში შესაძლო ხელშეკრულებების სტანდარტიზაციის მიმართულებით გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ეს ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ითქვა, სადაც 4 მსხვილი საცალო ქსელის წარმომადგენელს გუშინ მოусმინეს. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სექტორში საჭიროა თამაშის წესების სტანდარტიზება, კონსიგნაციის პირობების და გადახდის ვადების განსაზღვრა, ასევე გამჭვირვალე კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა. რა კონკრეტული რეგულაციების შემოტანაზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საცალო ქსელების მხრიდან რეალიზებული პროდუქციის ანგარიშწორების ხანგრძლივ ვადას ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად თავად მიმწოდებლები და სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები ასახელებდნენ. BYD ჯორჯიას მმართველი პარტნიორის და რიტეილ ექსპერტის შეფასებით, სავაჭრო ქსელებისათვის გადახდის ვადების დაწესება პროდუქციის საბოლოო ფასზე დადებითად ვერ აისახება. ია ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ თუკი კანონმდებლობის დონეზე ეს მიმართულება დარეგულირდება და გადახდის ვადებზე ზედაჭერი დაწესდება, ეს რიტეილ სექტორში ლიკვიდობის დეფიციტს წარმოქმნის, რასაც პროდუქციის ფასზე დადებითი გავლენა ვერ ექნება. მისივე თქმით, გადახდის ვადებთან დაკავშირებით ევროკავშირში გარკვეული რეგულაციები მართლაც მოქმედებს. თუმცა ეს მცირე ფერმერებს ეხება და არა მწარმოებლებს და მიმწოდებლების ფართო ჯგუფს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული кэшბექის ანუ რეტრო ბონუსის გაუქმების საკითხს, ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ფასების შემცირების ინსტრუმენტი ამ მიმართულებითაც ვერ იქნება, რადგან ამ შემთხვევაში პროდუქციის გასაყიდის საშუალო ღირებულება გაიზრდება. აღსანიშნავი არის, რომ პარლამენტის ფასების კომისიის ფარგლებში განხილვის საგანით რიტეილერებს და მიმწოდებლებს შორის სწორედ ხელშეკრულების დარეგულირების, მათ შორის გადახდის ვადების შემცირების თემა იყო. წარმოებლების და დისტრიბუტორების ნაწილი აღნიშნავს, რომ კომისიაზე ეგრეთ წოდებული кэшბექის ანუ რეტრო ბონუსების მოცულობების გადახედვის საკითხიც უნდა დაისვას.
ზოგადად გადახდის საკითხები ეს არის უფრო სექტორში ჰიგიენის თემები და ერთის მხრივ ეს შეიძლება ვთქვათ ამან ხელი შეუწყოს მომწოდებლის ლიკვიდურობის დას, მაგრამ მეორეს მხრივ ამან შეიძლება გაუარესოს რიტეილერის ლიკვიდურობა და საბოლოო ჯამში ეს ფასი არ აისახება. აი ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, პირობითად თუ გადახდის პერიოდი ჩაიკეტება, რიტეილისთვის ფულის დეფიციტი გახდება, მასაც სჭირდება ლიკვიდურობა, მაშინ ის გახდება ვალდებული, იძულებული, რომ მან მიმართოს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებს, ანუ ეს იქნება სესხი, ვთქვათ, საბანკო სესხი, ანუ სხვადასხვა ვთქვათ ფინანსური წყაროები და საბოლოო ჯამში ეს გააძვირებს პროდუქტს და მომხმარებლის ეს პოზიტიურად არ აისახება. ან უკეთეს შემთხვევაში არც არანაირად არ შეცვლის ეს პროდუქტის ფასს, ანუ არ იმოქმედებს პროდუქტის ფასწარმოქმედზე. ანუ ძალიან მარტივად ვთქვათ, ანუ შესაკეთება გადანაცვლების ჯამი არ იცვლება, ლიკვიდურობა სჭირდება როგორც რიტეილერს, ასევე ლიკვიდურობა სჭირდება მწარმოებელს და საბოლოო ჯამში საბაზრო ურთიერთობა ეს ამ ყველაფერს არეგულირებს. რაც შეეხება საკითხს, რა მექანიზმებით შეიძლება შედარებით საშუალებადიან პერსპექტივაში პროდუქციის ფასების შემცირება, BYD Georgia's მმართველი პარტნიორის და რიტეილ ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ მიმართულებით ბაზრის მეტი კონსოლიდაცია, მათ შორის შესყიდვების ნაწილში. ნადირაშვილი გვეუბნება, რომ ასევე მნიშვნელოვანია მიწოდების და დისტრიბუციის ჯაჭვში ცვლილებების შეტანა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარება. ისე თქმით, შედარებით განვითარებულ ქვეყნებში მიწოდების ჯაჭვში მთავარი რგოლი მწარმოებლები და სავაჭრო ქსელები არიან, ხოლო დისტრიბუციის მხოლოდ განაწილების ფუნქციებს. იანა დირაშვილის შეფასებით პროდუქციის ფასებზე ასევე დადებითი გავლენა ექნება სავაჭრო ქსელების მიერ საოპერაციო ეფექტიანობის ზრდას. საქართველოში ბაზარი არის ძალიან ფრაგმენტული, ეს იქნება შესყიდვების ნაწილში თუ ვთქვათ წარმოებლის ნაწილში და მცირე, ასე ვთქვათ, მასშტაბის წარმოებები გვაქვს, ვთქვათ ლოკალურად ვთქვათ, ან თითქმის ანუ წარმოება ძალიან დაბალი დოზით არის, ხო? შესაბამისად, ანუ კონსოლიდაცია, ეს იქნება ერთობლივი შესყიდვები, ანუ ერთობლივი შესყიდვები და მასშტაბურ შესყიდვაში არის სივრცე იმისათვის, რომ პროდუქტის შესაძლებელი ფასის შემცირდეს, ანუ ფიდღირებულება შემცირდეს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დისტრიბუცია, ლოგისტიკის ნაწილი და ლოგისტიკური ცენტრების არსებობა და ბოლო 3 წელია ძალიან ინტენსიურად ვიკვლევ ამ მიმართულებას საერთაშორისო პრაქტიკებს და საქართველოში მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობებს და აქ საუბარია არის არა მარტო ლოგისტიკური ცენტრების გაჩენაზე, ინფრასტრუქტურაზე, არამედ მისი ტექნოლოგიურად აღჭურვაზე. ეს იქნება სხვადასხვა საინფორმაციო სისტემების დანერგვა. საქართველოში უცხოელი მყიდველების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება. უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები და დეველოპერები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე ინვესტორების და მყიდველების ინტერესზე მიუთითებენ და ალტერნატიული ბაზრების მაძიებელი ინვესტორების საქართველოში დაინტერესებას აღნიშნავენ. არსებობს მოლოდინი, რომ გაზრდილი მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასთან ერთად გავლენას ფასებზეც იქონიებს და არ არის გამორიცხული ფასების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორადაც იქცეს. რაც ცვლილებები არის მოსალოდნელი რეგიონული კრიზისის ფონზე უძრავი ქონების ბაზარზე და რამდენად სტაბილურია ეს ბაზარი საქართველოში კაპიტალის განთავსების და უძრავი ქონების შესაძენად. ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ ამ თემაზე. ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შემდეგ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არარეზიდენტი პირების მხრიდან მოთხოვნის ზრდა შეინიშნება. დეველოპერების ნაწილი აცხადებს, რომ განსაკუთრებული აქტივობა ისრაელის და ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, საქართველოს სტაბილური და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს იმიჯს ინარჩუნებს, რაც გაყიდვების მაჩვენებელზეც აისახება. ჩვენ შემთხვევაში ისრაელის მოსახლეობის წილი გაყიდვებში არის 20%, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით 40%-ია. შესაბამისად, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვანი ზრდა არის. ნათელია, რომ მოლოდინები და რიცხვები საქართველოს უძრავ ქონებაზე არის პოზიტიური და დადებითი, ხედავენ იმ შესაძლებლობას, რომელიც კიდევ უფრო ნათელია დღეისათვის, რომ შეუძლიათ ინვესტირება და შემოსავლის მიღება ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებაში. განსაკუთრებით მინდა გამოყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე. ინვესტორები ეძებენ უფრო უსაფრთხო გარემოს და ბაზარს. შესაბამისად, საქართველოს ამ კონტექსტში ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულება გახლავთ. გაერთიანებული ემირატებიდან, კატარიდან, ქუვეითიდან, ბაჰრეინიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება გახლავთ.
დეველოპერების განმარტებით ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე ინვესტორები ეძებენ ბაზარს, რომელიც მათ კაპიტალის დაცვის გარანტიას მისცემს. საქართველო კი რამდენიმე ძირითადი ფაქტორით გამოირჩევა. აქვს ლიბერალური კანონმდებლობა, მარტივი საკუთრების რეგისტრაცია და ასევე დაბალი საგადასახადო სისტემა, რაც კომფორტულ ეკოსისტემას ქმნის ინვესტორებისთვის. მოსალოდნელია, რომ ეს ტემპი გაგრძელდება, ამიტომ დღეს მე ბაზარზე შესვლა, საქართველოს ბაზარზე შესვლა მიმაჩნია სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებად. სამშენებლო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის ისედაც აქტიურია. განსაკუთრებით არარეზიდენტების მხრიდან, სადაც ისრაელისა და ყურის ქვეყნების მოქალაქეები წამყვან პოზიციებს იკავებენ. დეველოპერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კონფლიქტს უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული ეფექტი ექნება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიან ფაზაში გადავა დაპირისპირება. ლოგიკურია, რომ მოკლევადიან ჭრილში, თუ ეს კონფლიქტი გრძელვადიანად ჭრილში არ გადავიდა, ეს გარკვეულ ეფექტს მოიტანს ტრანზაქციების კუთხით. მე პირადად არ ვისურვებდი, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი ზრდა ხოლმე და რაღაცნაირად გრად განვითარებას ეს ხელს უშლის და გარი ფაქტორებით, როცა ბაზარი იზრდება, არასოდეს ჯანსაღი არ არის. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზეა დამოკიდებული. TBC კაპიტალის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. კვლევით ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით იქნება გამოწვეული, რაც უძრავი ქონების მოთხოვნაზე დადებითად იმოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, კონფლიქტის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლის მოლოდინებზე, შესაძლოა მომხმარებელმა გადაავადოს და გადადოს უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილება, რაც ზეწოლას მოახდენს როგორც ბინების გაყიდვებზე, ისე ფასების ზრდის ტემპზე. უფრო შედარებით ნეგატიურ სცენარებში ეს შესაძლოა ტრანზაქციების მოცულობის და ფასების შემცირებაშიც არისახოს. Cushman and Wakefield-ის შეფასებით კი ბოლო წლებში საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ინტერესს ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. რეგიონული კონფლიქტებისა და გაურკვევლობების ფონზე კაპიტალი უსაფრთხო და მარტივად შეღწევად ბაზრებს ეძებს და ამასთან ინვესტორები მაღალ ამონაგებს, ფასების ზრდის დინამიკას და ლიბერალურ საგადასახადო სისტემას აკვირდებიან. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად საოპერაციო ნაწილიდან მიღებული მაღალი ამონაგები სახელდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კი ბაზარზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. მოლოდინების მიხედვით პირველ ეტაპზე მოთხოვნა მცირე მოცულობის საინვესტიციო პროექტებსა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაიზრდება, რასაც მოგვიანებით შესაძლოა უფრო მსხვილი კაპიტალური ინვესტიციების მოხვას. საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი მოწინავე ქვეყანა იყო, თუ არ ჩავთვლით მაგალითად დუბაის, სადაც ასევე საკმაოდ მარტივი იყო უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელება, თუმცა იქ-თიქით პრაისი, ასე ვთქვათ, ანუ მოცულობა, რაც კონკრეტული უძრავი ქონების შესაძენად იყო საჭირო, უფრო მაღალი იყო, შესაბამისად საშუალო და მცირე მოცულობის ინვესტიციებზე საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოს პერიოდში ამას არანაირი, ასე ვთქვათ, ეჭვქვეშ დაყენება არ ემუქრება. დეველოპერები ელიან, რომ მზარდი მოთხოვნა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ღირებულებაზე. ამიტომ ბაზარზე შესვლისთვის ახლა სტრატეგიულად ხელსაყრელი დროა, რადგან დღეს არსებული ფასები სავარაუდოდ კიდევ უფრო მოიმატებს. ბაზარი, რა თქმა უნდა, ასახავს რამდენად მიწოდება მოთხოვნის შესაბამისობას. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, თუ მოთხოვნა გაიზრდება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ თვითღირებულება მუდმივად იზრდება, ფასების და უახლოეს მომავალში. დღევანდელი მაჩვენებლით მოთხოვნა აშკარად აჭარბებს მიწოდებას, აგრეთვე ფაქტია, რომ თვითღირებულება მუდმივად იზრდება და ამ პერიოდშიც გარკვეული ზრდა იყო თვითღირებულებაში. ანალიტიკოსები კი უძრავი ქონების ფასებში უახლოეს პერიოდში ნახტომისებურ ზრდას არ პროგნოზირებენ. ამ დროისთვის საქართველოში უძრავი ქონების ფასი სტაბილურად, წლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება, რაც ჯანსაღი ბაზრის მაჩვენებლად მიიჩნევა. იმ მოკლე პერიოდის თვალისწინებით ჯერ რა დროც არის გასული, ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, თუმცა ზოგადად საქართველოს უძრავი ქონების ფასი უკვე ბოლო წლებია ძალიან სტაბილურად იზრდება, დაახლოებით 10%-ის ჭრილში, რაც ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელია და შესაბამისად შესაძლოა იყოს უფრო ინტენსიური ფასის ზრდის დინამიკაც, თუ იქნება უფრო ინტენსიური მოთხოვნა უძრავი ქონების მიმართ.
უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეების შეფასებით დღესდღეობით ბაზარზე მოთხოვნადია არამხოლოდ კონკრეტული სამშენებლო პროექტები, არამედ გამართული საინვესტიციო პროდუქტები. სწორედ ამიტომ კომპანიების დიდი ნაწილი ინვესტორებს გარკვეულ საინვესტიციო პაკეტებს თავაზობს, რაც გულისხმობს ქონების მართვას, გაქირავების ორგანიზებასა და პროგნოზირებად ძლიურ შემოსავალს. ეს მოდელი კი ინვესტორს საშუალებას აძლევს პროცესში ჩართვის გარეშე პასიური შემოსავალი მიიღოს. ამ დროისთვის არსებული ვითარება საქართველოში უძრავი ქონების შეძენას სტრატეგიულად ხელსაყრელ ინვესტიციად აქცევს, ვიდრე მოთხოვნის შემდგომი ზრდა ფასებს კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანს. გალტენდაგარტის მიერ მომზადებული სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის მიხედვით ბოლო წლებში ქვეყანაში ხორცის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს თუ ერთი ადამიანი დაახლოებით 37 კილოგრამ ხორცს მოიხმარდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 51 კილოგრამამდე გაიზარდა. ამ ზრდის მიუხედავად ევროკავშირთან შედარებით ქვეყანაში ხორცის მოხმარება კვლავ დაბალი რჩება. იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე 4 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრი გაზი გავიდა. ექსპორტის მოცულობა 4.6%-ით გაიზარდა, ღირებულება 17%-ით შემცირდა. ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია ინდიგომ ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფრენები დელი თბილისი დელის, ასევე მუმბაი თბილისი მუმბაის მიმართულებით აღარ იძებნება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე 4 კანდიდატი იბრძვის. განაცხადები ანი ვაზაგაშვილმა, გიორგი ელისაშვილმა, იოსებ აბულაძემ და სოლომონ ექვთიმიშვილმა წარადგინეს. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს და მოწმობებს ყოველგვარი საფასურის გარეშე მიიღებენ. უწყების ინფორმაციით შეღავათი ეხება იმ პირებს, რომლებიც 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. საქართველოს რკინიგზით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების შუა დერეფანს უბრუნდება. ყაზახეთის თენგისის საბადოდან ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით საქართველოს-აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვები განახლდა. ეს ყოველივე საქართველოს გამავალი დერეფნისათვის უდაოდ ისტორიულ მოვლენად უნდა შეფასდეს, ასე აფასებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ყაზახური ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვების დაბრუნებას. მედიაში აღნიშნავენ, რომ მარტში 350 ერთეული ყაზახური ნედლი ნავთობით დატვირთული ვაგონ-ცისტერნა ბათუმის ნავთობტერმინალშია გადატვირთული. საქართველოს რკინიგზით ნედლი ნავთობის გადაზიდვები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გახსნის შემდეგ მკვეთრად შემცირდა. პოზიტიურად უნდა იქნას ეს შეფასებული, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა საომარი პირობებში ნოვოროსიისკის ნავსადგურს და ყაზახურმა მხარემ გადმორთო პირველი ნაკადი შუა დერეფნით და იმედს ვიქონიებთ, რომ ეს არ იქნება მოკლევადიანი ეფექტი, ეს გაგრძელდება ეს პროცესი და მნიშვნელოვნად გაზდის საქართველოს გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, მიმზიდველობას და აქ საუბარია იმაზე, რომ აქ ფინანსური შემოსავალს იპოვის როგორც საქართველოს რკინიგზა, ისევე ბათუმის ნავთობტერმინალი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს მოკლევადიანი. გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს უკვე დაანონსებულია, რომ დაანონსებულია თავის გამოსვლაში, რომ ის ცდილობს ნავთობნაკადის დივერსიფიცირებას. გალტენდაგარტმა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა. ამ ინდექსის მიხედვით დარგის გამოწვევა ფერმერული მეურნეობების მცირე ზომა, რაც თავის მხრივ პროდუქტიულობის და ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელია. აქედან გამომდინარე საქართველოში 1 ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებელი როგორც ბოსტნეულის, ასევე ხილის და მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში რეგიონის ქვეყნების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. საქართველოში 1 ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს. როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონა, უკრაინაში 11, სომხეთში კი 11.4, ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს, საქართველოში 1 ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 2.8 ტონა. მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4-ია, თურქეთში ასევე 3.4, უკრაინაში 5.1, ევროკავშირში კი 5.2 ტონას უტოლდება. ბოსნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 11.1 ტონა.
იტონა, უკრაინაში 29, რუსეთში 29.8, აზერბაიჯანში 31.1, სომხეთში 35.6, თურქეთში 42.3 ტონა. დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნის ნაკლებობა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა საქართველოში მოსავლიანობის შედარებით დაბალ დონეს განაპირობებს აღნიშნულია მიმოხილვაში. ამ კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების წარმოება ძირითადად კონცენტრირებული არის შინამეურნეობებზე, ხოლო ბიზნესის წილი მხოლოდ 13%-ია. შესაბამისად, ამ მხრივ კორპორატიზაციის მაჩვენებელი არის დაბალი. ქვეყანაში შინამეურნეობების ფერმების ფართობები 73%-ით ნაკლებია 1 ჰექტარზე, 25%-ის ფართობი კი 1-დან 5 ჰექტარის დიაპაზონშია. 5 ჰექტარზე უფრო დიდი მეურნეობების ზომა მხოლოდ 2%-ია. რომ შევადაროთ, აზერბაიჯანში ფერმების 61%, 1 ჰექტარზე მცირე ზომის არის, სომხეთში 60%, რაც ქვეყანაში ფერმერთა მხრიდან მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების საფუძველს ქმნის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო პროგრამების მთავარი ბენეფიციარი მსხვილი ბიზნესი უნდა იყოს, რადგან 5 ჰექტარზე მცირე მეურნეობების მოსავლიანობა და შედეგები გაწეული სახელმწიფო სუბსიდიების და კრედიტების თანადაფინანსების მიუხედავად არის მცირე, რაც პირველ რიგში მასშტაბის ეკონომიის ნაკლებობას უკავშირდება. გალტენდაგარტის მიერ სოფლის მეურნეობის ინდექსის პრეზენტაციისას ისაუბრა, მან ამასთან დაკავშირებით მედიასთან და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების მოდერნიზება უკვე დაანონსებულია. ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ აგროსექტორს დღეს ახალი გამოწვევები აქვს, რაც სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებშიც უნდა აისახოს. მსხვილი ბიზნესი უნდა დაფინანსდეს ამ ქვეყანაში, წვრილი მეურნეობების დაფინანსებით და პატარა ფართობის მიწების დაფინანსებით ძალიან დაბალია შედეგი. 5-6 ჯერ ჩამოუვარდება 5 ჰექტარიანი მიწაზე მოსავლიანობა ვიდრე დიდ ფართობებზე. პოსტჰარვესტ მოულის საშუალებებზე, მელიორაციის განვითარებაზე, თვითონ მაღალ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ეს ყველაფერი სახელმწიფო პროგრამებში bis აქცენტებში ზის. ჩვენ ალბათ ვისურვებდით, რომ უფრო მეტად იყოს გამსხვილებაზე მორგებული ეს პროგრამები. ხედავთ რომ რას შემდეგ რაც წამოვიდა ეს სესხის დაფინანსების პროგრამა, სახელმწიფო პროგრამა, ამან გაზარდა როგორც სესხის ნაწილი, ასევე მთლიანი გამოშვება და მთელი სექტორის ბრუნვა, ასე რომ ხედავთ ძალიან დიდ კავშირს სახელმწიფო შორის. ზოგადად აქ შედეგი მიღწეულია რა და გამომდინარე აქედან ის კულტურის ჯიშები, რომელიც არის ალბათ ერთწლიანი ცალკე უნდა გაიყოს და მრავალწლიანი კულტურული ჯიშები ცალკე. ვფიქრობ, რომ ახალი გამოწვევა, ანუ ახალი ბაზარი და ახალი პროდუქცია, რომელიც ისტორიულად ოდესღაც აქ იყო საქართველოში და აი ამ პროგრამების დახმარებით შეიძლება ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, განვითარება. რაც გეგმავენ მართულ გუნდში და როგორი არის ბიზნესის საჭიროებები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ამაზე დეტალურად სიუჟეტში გიყვებით. ჩვენ მიზანია დავეხმაროთ სოფლის მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. გალტენდაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით სექტორში არსებული სურათის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. როგორც პრეზენტაციისას ითქვა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოება და მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე თავის დამკვიდრება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით აპრილიდან სოფლის განვითარების სააგენტოს აგროპროგრამები განახლდება. ეს ინსტრუმენტი პროდუქტიულობის ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა. ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით აპრილის თვიდან ჩვენი ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი მიმართულებები. იქნება შედეგზე და პროდუქტიულობაზე ორიენტირებული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემები თანმხლებით ცოდნის გაძლიერებაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე. 2025 წელს საქართველოს კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. არსებული ტენდენციით მოსალოდნელია, რომ ბაზარი 2030 წლისთვის 30 მილიარდს გადააჭარბებს. ამ ფონზე კი მთავარ გამოწვევად მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა რჩება. შესაბამისად, ბიზნესი მთავრობასთან თანამშრომლობისა და არსებული პროგრამების მოდიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. წლების განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ დონორების მხრიდან იქნებოდა ეს თუ სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რაღაც მიმართულებით ამას შედეგი გამოიღო, მაგალითად თხილს ვავიღებ და ღვინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თუმცა მე პირადად ჩვენ დარგზე მინდა ვისაუბრო, რომ მერძევობის დარგში ამან ვთქვათ რადიკალური ვთქვათ ცვლილება უკეთესობისკენ ვერ გამოიწვია. აქ არის კომპლექსური მიდგომა საჭირო და რაც მთავარია, უნდა აუცილებლად შეიქმნას ისეთი ქმედისუნარიანი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც აუცილებლად იქნებიან ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები ერთის მხრივ, სახელმწიფო თავისთავად და აკადემიური წრეები. სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე მთლელების არსებობას მიესალმებიან ხორცის მწარმოებლები. აგროქიზიყის დამფუძნებელი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი სექტორში ცოდნის იმპორტი და ტექნოლოგიების შემოტანაა. შინამეურნეობასა და ბიზნესის მიერ მართულ დარგებში განსხვავება არის თითქმის 7-8-ჯერ უფრო მეტი აწარმოებს ბიზნესი, ვიდრე თქვათ შინამეურნეობა. ეს ლოგიკურიც არის და ასეც არის. აქედან გამომდინარე გამსხვილებას, რა თქმა უნდა შეეწყოს ხელი. რაც შეიძლება მეტად, მაგრამ ამ გამსხვილებასთან ერთად აუცილებლად უნდა მოხდეს იმპორტი, ასე ვთქვათ, ცოდნის. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში თანხმდებით რომ არა გვაქვს და გვჭირდება მეტი ცოდნა და რა თქმა უნდა ტექნოლოგიების მეტად ათვისება გვჭირდება. ხილბოსნაურის ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორში არსებული დაბალი წარმოდობის მიზეზი ხარვეზიანი პროგრამები და კორუფცია იყო. ვახტანგ ბეჟიტაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ პროდუქციის ზრდისთვის სექტორში კომპეტენტური პირების მონაწილეობა მნიშვნელოვანია. პროგრამები რაც არსებობს, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში მიდიოდა ან ხარვეზით, ან არ იყო საკმარისად კომპეტენტურად შესრულებული, ან იყო კორუფციის ძალიან დიდი მომენტები და შედეგით სახეზე არის ასახული, რომ რეალური ზრდა ქართულ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის არ არის ქართული პროდუქციით წარმოდგენილი. უფრო მეტი პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ეკონომიკას თავისთავად ცხადია და ეს პროექტები ხარისხიანად რომ დაიგეგმოს და გაკეთდეს, თავისთავად ცხადია, მერე მოიმატებს ადგილობრივ პროდუქცია როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტო. საუბარი არის იმაზე, რომ მიეცეს შესაბამისი რესურსები ამ სექტორებს IAP-ის ესხების მეშვეობით, მიეცეს შესაბამისი ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, შემოდინების და წვდომის საშუალება, საგადასახადო შეღავათები მიეცეს. ქართული ოცნების ინფორმაციით სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება. 2025 წელს ამაჩვენებელმა 18 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს მსოფლიოს 100 ქვეყანაში $1.8 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია იქნა ექსპორტირებული. ალტენტაკარტის კვლევის მიხედვით 2016 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე კილოგრამი ხორცის მოხმარება 37 კილოგრამიდან 51 კილოგრამამდე გაიზარდა. კვლევის მიხედვით ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებზე და დამუშავებულ საკვებზე. 2016 წლიდან 2024 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე 1 კილოგრამი ხორცის მოხმარება 37 კილოგრამიდან 51 კილოგრამამდე აწეული. რძის პროდუქტებში ასევე ამავე პერიოდში მაჩვენებელი ერთ სულზე 173 კილოგრამიდან 206 კილოგრამამდე მერყეობს, ხილის შემთხვევაში 62-დან 66 კილოგრამამდე. რაც შეეხება ხორბალს, ამავე საანგარიშო პერიოდში მაჩვენებელმა იკლოდა 126-დან 114 კილოგრამს გაუტოლდა. კლებაშია ბოსტნეულის, რომლის მოხმარება 2016 წელს ერთ სულზე 112 კილოგრამი იყო, 2024-ში 108 კილოგრამი. წერია გალტენტაკარტის კვლევაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ProWine Düsseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია FFK Public Relations ორგანიზებით ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია დეგუსტაციები გაიმართა, რომელსაც ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი, ღვინის მწერალი და ექსპერტი რობერტ ჯუზეფი ღვინის მაგისტრები კონსტანტინ ბაუმი და იანეკ შუმანი უძღვებოდნენ. დეგუსტაციებზე განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოზე გაკეთდა. ქართულ ღვინოსთან ერთად გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია. აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის იმ კუთხით, რომ გამოიძიონ ახალი იმპორტიორები, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, წარადგინონ საკუთარი პროდუქტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სემინარები, დეგუსტაციები, მასტერკლასები. დაინტერესება საკმაოდ დიდია. წლის ბოლომდე დაგეგმილია არაერთი გამოფენა საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც ცნობადობის ამაღლებას, ასევე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.
ჩვენი ხარისხიანი პროდუქცია საკმაოდ მოწონებას იმსახურებს. ეხლა ჩატარდა მუნდუსვინის კონკურსი. აქ დავიმსახურეთ ჩვენმა კომპანიამ საუკეთესო ქართული ღვინის წარმოებლის პრიზი, ასევე ძალიან ბევრი ოქროს მედალი და ეს რა თქმა უნდა გვეხმარება, რომ ადგილობრივ მომხმარებლებს და ვიზიტორებს გავაცნოთ ჩვენი ღვინო და გავაცნოთ ის ხარისხი, რაც შეიძლება რომ ქართველმა მწარმოებლებმა მიიღონ ქართული ჯიშისგან. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის $3,412,080 ღირებულების სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას გეგმავს. ეს შესყიდვა ითვალისწინებს ინტეგრირებული კამპანიის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ციფრულ მარკეტინგს, საქართველოში ჩინური მედიის გაცნობით ტურებს, ბიზნეს შეხვედრებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებს. კამპანია ითვალისწინებს თანამშრომლობას მედია პლატფორმებთან და აქტივობებს ჩინეთის მსხვილ ქალაქებში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი შესყიდვის განმარტებითი ბარათის მიხედვით. ჩინეთი არის სტრატეგიული და მზარდი ტურისტული ბაზარი, სადაც საქართველოს ცნობადობის გაზრდა მიზნად ისახავს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე უფრო მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას. პროექტის ფარგლებში გეგმება ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება საერთაშორისო კომპანიასთან. კამპანიის განხორციელების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის აპრილიდან 2027 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ბიუჯეტიდან 2026 წელს დაახლოებით $1,480,000, ხოლო 2027 წელს $1,770,000 დაიხარჯება. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მომსახურების სპეციფიკის და ვადების გათვალისწინებით ტენდერის პროცედურებმა შესაძლოა კამპანიის დაწყება და განხორციელება შეაფერხოს. მათი შეფასებით მსგავსი მასშტაბის და შინაარსის პროექტებისათვის აუცილებელია მოქნილი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 127,895 ვიზიტორი იმყოფებოდა, რითაც რეიტინგში ქვეყნებს შორის მე-10 ადგილი დაიკავა. შედარებისთვის 2024 წელს ჩინეთიდან ვიზიტორთა რიცხვი 88,583-ია. ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია ინდიგომ ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. ასეთია კომპანიის ოფიციალური პოზიცია. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღარ იძებნება ფრენები დელი თბილისი დელის, ასევე მუმბაი თბილისი მუმბაის მიმართულებით და BMG-სთან საქართველოში ინდიგოს გენერალური აგენტი კომპანია ვოიაჟერი აღნიშნავს, რომ ფრენები 25 იანვრიდან არის შეჩერებული, მიზეზი კი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და მოსალოდნელი შეფერხებებია. კომპანიაში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება ავიარეისები. ინდიგომ დელი თბილისი დელის მიმართულებით პირდაპირ ფრენების შესრულება 2023 წლიდან დაიწყო, ხოლო მუმბაისა და თბილისის შორის ფრენა 2025 წლის აგვისტოდან არის დაწყებული. ევრონიუსის ინფორმაციით ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისათვის დაზღვევა 300%-ით არის გაძვირებული. სრუტეზე ჩვეულებრივ პირობებში მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დაახლოებით 20% და გლობალური საზღვაო სასუქების მიწოდების დაახლოებით 30% გადის, თუმცა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანზე ერთობლივი იერიში მიიტანეს, სრუტე ირანის ომის საკვანძო ბრძოლის ველად იქცა. ნავთობი და გადაზიდვები კი ეკონომიკური ომის წინა ხაზად. ჰორმუზის სრუტეში არსებული შეფერხების შემსუბუქების შესახებ შტატები დაპირების მიუხედავად ასობით გემი და ტანკერი საწყლოსნო გზის ორივე მხარეს კვლავ უმოქმედოდ არის გაჩერებული. სარაკეტო თავდასხმებმა ნაღმების საფრთხემ და საზღვაო ძალების განლაგებამ კი გადაზიდვები მკვეთრად შეამცირა. სადაზღვევო ხარჯები გაზრდილია და ენერგეტიკული ბაზრები კრიზისულ რეჟიმშია გადაყვანილი. ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისათვის ომის რისკის დაზღვევა ირანის ომის დაწყების შემდეგ დრამატულად გაიზარდა. ევრონიუსის ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ სადაზღვეო დაფარვა მცირე ხნით შეჩერებული იყო, პრემიები 200%-დან 300%-მდე გაიზარდა. რისი შენარჩუნებაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. კრიზისამდე ყურეში გამავალი გემისთვის ომის რისკის დაზღვევა გემის ღირებულების 2% 5% მერყეობდა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიები გემის ღირებულების 0.5%-დან 1%-მდე ან კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად $120 მილიონი ღირებულების ტანკერისათვის, რომლის ნორმალური პრემია დაახლოებით $40,000 იყო, ერთ რეისზე ახლა $600,000-დან $1,200,000-მდე დაჯდება. ფასების ზრდის ჯაჭვური ეფექტი კი იმას მიუთითებს, რომ ამას მომხმარებლები ბენზინგასამართ სადგურებზე და სუპერმარკეტებში რამდენიმე კვირაში იგრძნობენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო შეამცირეს. ეს ინფორმაცია ბოლო მონაცემებს ეყრდნობა და სპარსეთის ყურის ქვეყნების განახლებული მონაცემებით ნავთობგიგანტები ამ დროისათვის იძულებულები არიან, რომ საცავების გადავსების გამო წარმოება კიდევ მეტად შეამცირონ. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წარმოება გასული კვირის განმავლობაში 9 მილიონიდან 800,000 ბარელამდე დღეში უკვე შემცირდა, ნახლა უკვე კი 1,5 მილიონამდე აკლება, ხოლო ქუვეითში თუ მანამდე დღეული მოპოვება 9 მილიონი ბარელით იყო შემცირებული, ამჟამად 1,300,000 ბარელამდეა კლება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობის მოპოვება 9-ზე მეტად არის შემცირებული, ამან აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC აიძულა, რომ წარმოების უმეტესი ნაწილი შეეჩერებინა. წყაროების მიხედვით ჭაბურღილები როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვაო შელფზე დროებით იკეტება. გასულ შაბათ-კვირას ირანული დრონით განხორციელებული დარტყმის შემდეგ ADNOC იძულებული გახდა, რომ ფუჯეირას პორტში ნავთობის ჩამოტვირთვა დროებით გაეჩერებინა, მაგრამ წყარო მიუთითებს, რომ საექსპორტო ტერმინალში ჩატვირთვა ნაწილობრივ განახლდა და 3 ნავმისადგომიდან 2, რომლებსაც გემები უახლოვდებიან, ფუნქციონირებს. საუდის არაბეთმა და ერაყმა ერთად ნავთობმოპოვება დღეში მინიმუმ 5 მილიონი ბარელით შეამცირეს. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეოლდებათ, რომელსაც გიორგი თოლოდავა და ბექა ბაციკაძე უძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.